გამარჯობა, თქვენ უყურებთ გადაცემას ფაქტი, მე ვარ ნინო ჩიფჩიური და დღეს წარმოგიდგენთ ჩვენი საუბრის თემას და სტუმარს. ჩვენ დავისაუბროთ დღეს გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საკუთარი საქმიანობისთვის პოპულარიზაციისთვის დახარჯულ თანხებზე. ამასთან დაკავშირებით ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ჟურნალისტი შორენა ბიჭიკაშვილი, რომელთან ერთადაც ჩატარდა კვლევა, გამოიკითხნენ მოქალაქეები, ასევე შეჯამდა ის მონაცემები, რაც ოფიციალურად არის ღიად ხელმისაწვდომი და რა ვითარება გვაქვს ამასთან დაკავშირებით, რა თანხას ხარჯავთ თლიანად მუნიციპალიტეტი იმისთვის, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ მერიის საქმიანობის შესახებ. შორენა მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად. საინტერესო პირველ რიგში რასთან გვაქვს საქმე, რა თანხა მივიღეთ, როცა დავაჯამეთ ეს მონაცემები და კონკრეტულად რაში იხარჯება გორის მერიის მიერ მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხები, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მათ აქვთ საკუთარი ვებგვერდიც, გაზეთიც და ასე შემდეგ, რა თანხას ხარჯავს პოპულარიზაციისთვის მერია. პირველ რიგში მადლობას გიხდით მოწვევისთვის, მოგესალმებით ყველას, მაყურებელს მივესალმები. დავიწყებ იქიდან, რომ ეს პერიოდი ჩვენი კვლევის პერიოდი, ასე ვთქვათ, მოიცავს 2022-2025 წლებს, ვიცით რომ ოქტომბერში უკვე თვითმმართველობა ასრულებს თავის ეს თვითმმართველობა ამჟამინდელი რაც გვაქვს ასრულებს თავის საქმიანობას, ასე ვთქვათ. და გვაინტერესებდა ამ პიარის მიმართულებით, ასე ვთქვათ, საზოგადოების ინფორმირებულობისთვის რა თანხები იყო დახარჯული მუნიციპალიტეტში. დაახლოებით $1,000,000-ზე მეტი ამ მიმართულებით ამ წლების განმავლობაში დახარჯული. მე მოვინიშნე თანხები, რომ არ შემეშალოს. კი ბატონო, საინტერესო იქნება ჩაშლილად თუ გეტყვით რა თანხა არის დახარჯული. $1,075,373 არის მთლიანობაში ჯამში დახარჯული. ეს არის თქვათ მედია პლატფორმებში $385,400, პიარის განყოფილებაში $343,056, ეს არის თანამშრომელთა ხელფასები, ამ განყოფილებაში 4 ადამიანია დასაქმებული. და როგორც ვიცით, წლიდან წლამდე მათი ხელფასები იზრდებოდა, ხო? ანუ საჯარო ინფორმაციის. დიახ, ეს საჯარო მოხელებს ვიცით რომ ესდებათ ყოველი იანვრიდან ბოლო 2 წელია თუ ზუსტად მახსოვს ასე და ისეც ისდებოდა ხოლმე. ამ ხნის განმავლობაში $343,416 დახარჯული 4 ადამიანში. თქვით რომ პიარშია დასაქმებული 4 ადამიანი, სოციალურ მედიაში დაიხარჯა $365,072, კერძო მედიებშია $21,845. ძირითადად თანხები გადანაწილებულია სოციალურ მედია და კერძო მედია, მას გავაერთიანებ ერთად ეს თანხებია დახარჯული ახალი ამბები არის, შეფესი ახალი ამბები და IPN-ის სააგენტოს კი. სოციალური მედიის რეკლამა, ანუ ეს იგულისხმება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების რეკლამირება, ამისთვის არის და ეს მაყურებელს რომ განუმარტოთ, ეს არის 2022 წლის 1 იანვრიდან დღემდე რა მონაცემებიც დავიწყეთ. კი ბატონო, ჩვენ ამ ეს პერიოდი ქონდა მითითებული, როდესაც ეს გამოვითხოვეთ მასალა. ჩვენ ვსაუბრობთ ახლა გორის მერიაზე, მაგრამ მაყურებელს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ რეგიონის შიდა ქართლის 4-ვე მუნიციპალიტეტიდან მქონდა ეს მოთხოვნილი მასალა, თუმცა მწირი ინფორმაციას დავარქვენ, მწირი ინფორმაცია მივიღეთ, რომ ჩვენ არ დაგვიხარჯია ამ მიმართულებით თანხები, რა თქმა უნდა, მხოლოდ არის დახარჯული თანამშრომლებში, მიწყავს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. მუნიციპალური გაზეთები აქვთ რამდენიმე. კი ბატონო, მაგრამ არ მოუციათ და ამასთან ერთად ვფიქრობ, რომ ეს არ არის სრულყოფილი მასალა, სანამ უშუალოდ გორის მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ სხვადასხვა საპიარო, სხვადასხვა მედია საშუალებებში ვრცელდება საპიარო იგივე სიუჟეტები, ვთქვათ, რაცაც გორის მერია უკweთავდა იგივე საინფორმაციო საშუალებებს. და ამიტომ ეჭვია, რომ არ მოგვაწოდეს ინფორმაცია სრულყოფილად. ამაზე მინდოდა მეკითხა, აი ბოლო წლებში თუ გავითვალისწინებთ, რომ იზღუდება მედიის საქმიანობა და მეორეს მხრივ ზღუდავენ ინფორმაციის მიწოდებას, რაც კანონით აკრძალულია და 10 დღე ჰქონდათ მათ ვადა იმისთვის, რომ მათთვის მიწოდებული კითხვებისთვის ეპასუხათ. ეს იქნება მოქალაქის თუ მედია ორგანიზაციის და ასე შემდეგ მხრიდან, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი ინფორმაცია გორის მერიისგან მივიღეთ. ანუ ეს ნიშნავს, რომ გორის მერიას უფრო მეტი აქვს სათქმელი და ამიტომ მოგვცეს უფრო მეტი ინფორმაცია თუ სხვა მუნიციპალიტეტებში რა ხდება. ვფიქრობ,
ვფიქრობ, რომ სხვა მუნიციპალიტეტებში ციხარჯებდა მიმართულებით, თუმცა არ მოგწეს, არ მოგვაწოდეს ინფორმაცია, თუმცა გადაჭრით ვერ ვიტყვით და ხო, თუმცა იქ ამბობდნენ, რომ საჯარო ინფორმაციაში, ანუ მოწოდებულ ინფორმაციაში, რომ PR-ის მიმართულებით აი სოციმედიაზე და ახალ ამბებზე მათ არ აქვს გაფორმებული ხელშეკრულება. ანუ მხოლოდ თანამშრომლზეა დახარჯული ასეთი ის არის მონაცემი და დაახლოებით და კიდევ ვიმეორებ, რომ დიდი ალბათობით ეს არ არის სრულყოფილი ინფორმაცია და მათაც აქვს ამ მიმართულებით დახარჯული თანხები. საინტერესოა კიდევ ნინო ის რომ გარდა ამ თანხებისა ჩვენ რა მოქალაქეებმა იციან თუ არა ამის შესახებ სად იხარჯება მათი თანხები. მოდი ჯერ ვუთხრათ მაყურებელს სად უნდა ანუ აქედან ის რა სარგებელი უნდა მიიღო მაყურებელს მოქალაქეს და შემდეგ უკვე საინტერესოა თუ კითხე ზოგადად აზრი მოქალაქეს და ამ საშუალება გამოკითხვა ჩამეტარებინა მოქალაქეებში შეხვედროდი მოქალაქეებს რიგით გამდელებს გორის ქუჩებში და მათ ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია ისინი სამწუხაროდ მხოლოდ ამახვილებენ ყურადღებას მათ პრობლემებზე საკუთარ პრობლემებზე სოციალურ საჭიროებებზე და არ აქვთ ინფორმაცია და მათ გონიათ რომ ეს არც უნდა იცოდნენ ამის შესახებ რა სარგებელი მიიღეს ამაზე ხო ზედმეტია საუბარი კიდევ რა ჩვენ ვიცით რომ როდესაც სტატიაზე ალბათ შენისაუბრებ რომელიც ნეოტივიზია სრულყოფილად არის ჩაშლილი ყველაფერი ვეტყვი მაყურებელს იმასაც რომ ეს დახარჯულია PR-ზე ეს თანხები რა გაკეთდა რაღაც როგორ არის თქვა საკუთარ PR-ზეა დახარჯული და არა იმაზე თქვა მიაწოდო მოხდეს მოსახლეობის ინფორმირებულობა. ანუ ეს პრობლემური საკითხები რა თქმა უნდა არის კონკრეტულ სოფელში მოსახლეობას ხშირად აწუხებს ეს პრობლემა, ხო? რომ წლებია მოხდა საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, რატო არ გაიხსნა, რატო არ აშენდა თქვა იქ სკოლა შეიძლება ადგილობრივ ხელისუფლებას ნაკლებად ეხებოდეს, მაგრამ იგივე სარემონტო სამუშაოები. კი ბატონო, დიახ, ან თუნდაც კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტი რატო შეჩერდა, რატო დახარბეს და თუნდაც მაგალითად მოქალაქეები როგორ უნდა ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც არის დემოკრატია. აი ამაზე საერთოდ არ არის, ამაზე არ აწვდიან ინფორმაცია, ეს სხვა ასე ვთქვათ კრიტიკული მედია საშუალება თუ დაინტერესდება, რატო შეფერხდა ეს ინფრასტრუქტურული პრობლემა, ან მოქალაქე თუ აჟღერებს ამ საჭიროებებს ამ კრიტიკულ მედიაში, აი აქ თუ გაიჟღერებს ეს ინფორმაცია, თორემ ასე რომ მერი აწვდეს ინფორმაციას აწვდეს მოსახლეობას ამ პროექტების შესახებ ამაზე ზედმეტია საუბარი. ანუ მოდი უფრო შაშლილად რომ განმარტოთ და მოქალაქეებისთვისაც გასაგები იყოს. გორის მერიას აქვს საკუთარი ვებგვერდი, ასევე აქვს სოციალური მედია, Facebook-ის საშუალებით ავრცელებს ამ ინფორმაციას, პლუს აქვს მუნიციპალური გაზეთი, სადაც ასევე ავრცელებს ინფორმაციას და პლუს აქვს ხელშეკრულებები კერძო მედია საშუალებით. ანუ ეს არ არის ადგილობრივი მედია, ესეც უნდა დავაზუსტოთ, იმიტომ რომ მათთვის რჩეული მედიები არის. ბატონო, ეს რა პრინციპით არის შერჩეული ეს სხვა თემა, იმიტომ რომ ეს არ არის ერთადერთი შეიძლება ადგილობრივი მედია იყოს ეს ჩემნიუსი გორის მაცნე, რომელზეც ასევე თანხებია გადარიცხული, ეს არის მაგას ალკა საიტი აქვს. კი ბატონო, და ფემდებარებაში ჩვენს მიერ ნახსენებ სტატიაში აქ ჩაშლილად არის ეს თანხებიც, მაგრამ აი ეს მედიები, რომლებიც ჩვენ ვახსენეთ, ეს არ არის ადგილობრივი მედია საშუალებები და უკვე ხო მილიონ ლარზე მეტის ხარჯვა გარკვეულ სარგებელს უნდა აჩვენოს და იყოს რეალურად საფუძვლიანი ანუ ეჭვიც არა უნდა იყოს რაღაც დადასტურებული ფაქტები რომ აი ამ მილიონის სანაცვლოდ მოქალაქეებში გარკვეული ინფორმაცია არის ანუ ჩვენ ასევე მოვიძიეთ და არ აღმოჩნდა რაიმე შეფასების თუნდაც დოკუმენტი რაიმე სისტემა არსებობს რომ ამოწმებენ რომ მაგალითად თუ კი ამდენი თანხა გადავიხადეთ საინფორმაციო საშუალებებში რეალურად უკან რას ვიღებთ ჩვენ რა ეს ჩვენს მიერ მოძიებული ღია წყაროებში ეს თუ მათ მიერ მოწოდილი ინფორმაციაში ესეთი რაღაც არ არსებობს თუმცა სტატიაში რეკომენდაციებში ესეც არის მიგნებად შეიძლება ჩაითვალოს და მითითებული რომ უნდა არსებობდეს რაღაც რითაც შეფასდება რა სარგებელი მიიღო ალბათ უფრო მეტი კომენტარი პოლიტიკური მიმართულებით რა იწერება ამით აფასებენ ალბათ ანუ კიდევ მინდა გამამახვილო ყურადღება იმ როდესაც ვამბობთ რომ რამდენად ინფორმირებულია მოსახლეობა საზოგადოება ნაშთებზე ბიუჯეტის ნაშთებზე სად მიიმართება აი ამაზეც არანაირი ინფორმაცია რა აქვს კიდევ ვიმეორებ მხოლოდ საკუთარ PR-ზე არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში როგორ უნდა ჩაერთონ ამაზე თუ აქვს ინფორმაცია უფრო მეტად რა ამაზე ორგანიზაციები თუ მუშაობდნენ კონკრეტული რაღაცა პატარა აქტივობებით კონკრეტული არა
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ თუნდაც სოფლის კრებებში როგორ ჩაერთოს მოსახლეობა, კი ბატონო, დია ქართული მედია ჯგუფის იგივე ნეოტივის, რომ არაერთი პროექტი განახორციელა, როგორ მოსახლეობა მისიც არ იცოდა, რომ მათ საკრებულოს სხდომებზე შეეძლო დასწრება, ისინი ბიუჯეტის დაგეგმვის დროს უნდა ყოფილიყვნენ ჩართულები. აი ამაზეც არ აწვდიან ინფორმაციას და სხვათა შორის, როდესაც ხალხის გამოკითხვაზე ვსაუბრობდი, მათ სრულყოფილად არ აქვთ ინფორმაცია სოციალურ პროგრამებზე, რა შეუძლიათ, რისთვის შეუძლიათ მიმართონ მერიას და რა სარგებელი მიიღონ. აქვთ ხომ სხვადასხვა მუხლები, სხვადასხვა მიმართულებით, არაერთი მუხლი სოციალურ პროგრამები აქვთ ხომ? აი შენი აზრით შორინა ახლა ამაზეც რომ გადავიდეთ, ახალი თვითმმართველობა, ვინც არ უნდა მოვიდეს და როცა არ უნდა მოვიდეს, როგორი იქნება უკეთესი მართვა ამ მიმართულებით, რა უნდა გაითვალისწინოს, აი მიგნებებზეც რო გითხრობ და რეკომენდაციები რა იქნება ამ სტატიის ავტორების მხრიდან. კი ბატონო, ეს სწორედ ჩვენ რო ვლაპარაკობდით მიგნებებსა და რეკომენდაციებზე, პირველ რიგში უნდა დაინერგოს შეფასების მექანიზმი, რომ ხარჯების ეფექტიანობის გაზომვა უნდა მოხდეს, ვფიქრობ. ასეთი რაღაცა, ასევე უნდა შეიქმნას ინტელექტუალური პლატფორმა მოქალაქეთა ჩართულობისთვის, იგივე თუნდაც ბიუჯეტი უფრო მეტად ღია უნდა იყოს, უფრო მეტად გამჭვირვალე უნდა იყოს და მოქალაქეები უნდა იყვნენ ჩართულები. თუმცა ამაზე ამბობენ, რომ მოქალაქეები არიან ჩართულები, ისინი სისტემატურად ხდებიან მოქალაქეებს. აი ამ სტატიას რომ თავი დავანებოთ და ამ კვლევას, ზოგადად რომ გადავხედოთ რა ხდება სოფლებში, შენ ძალიან ხშირად გიწევს ხოლმე სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრები და ზოგჯერ მე პირადად მქონია ეს შემთხვევა, რომ ვინ არის მერის წარმომადგენელი მათ თემში, ისიც არ იციან. და აი რა ვითარებაა ზოგადად გორის სოფლებზე რომ ვისაუბროთ, ხალხმა იცის თუ არა რისი უფლება აქვს როგორც მოქალაქეს და აი ძირითადად სად იკვეთება მათი ეს ცნობიერების დაბალი დონე. სამწუხაროდ მე ვინ მკითხავს ზუსტად აი ამ ფრაზებს ვიგებთ ხშირად, მე ვინ მკითხავს, მაინც იმას აკეთებენ რაც უნდათ. ამას მოწმობს ისიც რომ სოფლის კრებებზე თითქმის იდენტური ერთი და იგივე სოფლებში, არა მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტში, რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში თითქმის ერთი და იგივე მოთხოვნა აქვს, ხო შეუძლებელია ყველა სოფლის ერთი და იგივე საჭიროება გქონდეს, ხო? იქ სპორტული მოედანი კი რა თქმა უნდა, სპორტული მოედანიც საჭიროა, ტრენაჟორებიც საჭირო, მაგრამ ერთი და იგივე მოთხოვნა არ შეიძლება გქონდეს და ერთი და იგივე საჭიროება სოფლებს, ხო? და ნუ ნიჰილიზმიც არის, რომ აი მაინც ჩვენ არავინ არ გვკითხავს და იქ ქალების ჩართულობა კიდევ ძალიან დაბალი, ვიცით რომ დიასახლზე უფრო მეტად გადის თქვა წყლის პრობლემა და ასე შემდეგ. თუმცა მარტო ეს არ არის, ჩვენ ქონია შემთხვევები, როდესაც ოჯახის წევრი მამაკაცები უკრძალავენ სოფლის კრებებზე და ეს არის მეტალიტეტი. სხვა მიმართულება დიახაკ არის, მაგრამ ფაქტია, რომ არ არიან ჩართულები, არ არიან ამაზე კიდევ მეორე კონკრეტული ინიციატივები არსებობდა კონკრეტული ორგანიზაციებისგან რომ გაეაქტიურებინათ ეს ადამიანები და ჩვენ ხედავთ ხოლმე თვითონ მუნიციპალიტეტებს ამ ფოტოებს რომ სოფლის კრება ჩატარდა რამდენიმე მამაკაცი დგას და ხელი აქვთ აწეული. და ხშირად მათივე თანამშრომლები არიან ეს ფაქტები ცნობილი. კი ბატონო, აი ეს არის და საბოლოოდ რა თანხა მათ სოფელზე გამოყოფილი ესეც არ იციან და მე ვფიქრობ რომ თვითონ და მე რაღაცნაირად უფრო მეტად უნდა ხდებოდეს, არ შეიძლება ყველა შეიძლება მithumet ხანდაზმულ ადამიანებზე რომ ინტერნეტით მიიღონ ეს ინფორმაცია. ეს მუნიციპალური გაზეთი რომ ვახსენეთ, ეს ვრცელდება სოფლებში, ეს როგორ მიაქვს მოქალაქეებს, თუ იყიდება უბრალოდ და ვისაც უნდა იყიდა? იყიდება, რა თქმა უნდა, ელექტრონულად ვრცელდება, მეტყვი. აი სოფლის მოსახლეობაზე რომ სოფლის მოსახლეობა იყიდება, მე შემხედრია ჯეფურებში. აი ქართული მედია ჯგუფი მაგალითად უფასოდ ავრცელებს და ესეთი რაღაც არის, არ შემხედრია მოქალაქეთა მე მაგალითად ხოთაშორის ეს როდესაც ჩვენ ამ გაზეთებს ვარიგებდით, გამიჩნდა ეს კითხვაც და სხვა გაზეთი ასე არ იკეთებოდა თვითონ ხაზი გაუსვეს მოქალაქეებმა მოსახლეობამ. ფაქტია რომ უფროსი თაობა ახლა ინტერნეტში ვერ შევა და რა ხდება მუნიციპალიტეტში და ვისთვის რა თანხა არისთვის რა კეთდება, ამას ვერ მოიძიებს და ალბათ გაზეთი არის ერთადერთი საშუალება ამ უფროს თაობაში რომ მივიტანოთ ინფორმაცია და ესეც არ მუშაობს მათი მხრიდან, ესე გამოიკვეთა. დასასრულისკენ შორინა რომ ვუთხრათ მოქალაქეებს როგორი უნდა იყოს მათი ჩართულობა, რომ წარმოვიდგინოთ რომ ჩვენ პრეტენზია გვაქვს რომ ვართ დემოკრატიული ქვეყანა და დემოკრატიულ ქვეყანაში მუნიციპალურ დონეზე ადგილობრივ ბიუჯეტს როგორ უნდა მართავდნენ მოქალაქეები.
თუ დემოკრატიული ქვეყნის პრინციპით მიუდგებით, ასე ვთქვათ, ვიცით რომ იქ თავად მოსახლეობა მოქალაქეები არიან ჩართულნი, ისინი გეგმავენ ბიუჯეტს, ასე ვთქვათ. წესით ასე უნდა იყოს, მაგრამ აქ ჩვენ სხვა მოცემულობა გვაქვს და სამოქალაქო ბიუჯეტსაც ვერ გამოვყოფდი, იგივე მოცემულობა გვაქვს, რაც მსოფლიოს ხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თუ რა მკეთება, ზოგადად ბიუჯეტი როგორც იგეგმება. ამაზე არაერთი კითხვა დაგვისვია ჩვენ თქვათ მერიის თანამშრომლებისთვის, თქო უნდა პასუხი ერთი და იგივეა, რომ მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე თუმცა არაკვლევები ტარდება ეს რაღაცა როგორ არის შედგენილი. კარგი, ძალიან დიდი მადლობა, მგონია რომ მივაწოდეთ მოქალაქეების ინფორმაცია რაღაც ელემენტარულ დონეზე მაინც რომ დაინტერესდნენ თუ რას იღებს მუნიციპალიტეტიდან წასული თანხა საკუთარი საქმიანობის პოპულარიზაციისთვის მოქალაქე, ნაცვლად იმისა რომ მას კონდეს ინფორმაცია, სრულყოფილად კონდეს წარმოდგენა მუნიციპალურ პროგრამებზე, მათი ჩართულობის საშუალებებზე, როგორც მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, ისინი საკუთარი პრობლემებით არიან უფრო მეტად დაინტერესებულები და ეს ვისი ბრალი შეიძლება იყოს მოქალაქეთა ნაკლები ინტერესიც ალბათ გამოწვეულია ზუსტად ამ პრაქტიკით. ყოველ შემთხვევაში საჭირო არის რომ მოქალაქეების ცნობიერება იყოს გაუმჯობესებული, კონდეთ მეტი წვდომა არა მხოლოდ სოციალურ ქსელზე, არამედ ზოგადად ინფორმაციაზე, რაც მათ პირობების გაუმჯობესებაში დაეხმარება, ჩართულობაში ხელს შეუწყობს და მიიღებს მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, როგორც ამ დემოკრატიული ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე. ჩვენ ეს კვლევა გამოქვეყნებული გვაქვს NeoTV-ზე, მოქალაქეებს შეუძლიათ შევიდნენ და სრულყოფილად მიიღონ ინფორმაცია თუ სად იხარჯება და რა მიმართულებით კონკრეტულად PR-ისთვის თანხები და რას იღებს სანაცვლოდ მუნიციპალიტეტი, რას იღებს მოქალაქე ამ მილიონ ლარზე მეტის დახარჯვის სანაცვლოდ. და ასევე მიგნებების ნაწილში მუნიციპალიტეტის მერიას აქვს საშუალება და ზოგადად მომავალ თვითმმართველობასაც ექნება საშუალება რომ ამ მიმართულებით რა ნაბიჯები არის გადასადგმელი იმისთვის რომ უკეთესი ვითარება მივიღოთ ყოველ შემთხვევაში იმაზე უკეთესი რაც დღეს გვაქვს და ბოლო 4 წელში რაც გამოიკვეთა ჩვენ პერიოდულად გამოვაქვეყნებთ ხოლმე NeoTV-ზე სხვადასხვა მიმართულებით კვლევას და ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო სიღრმისეულად სტუდიაში ვისაუბრებთ ასე რომ გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.